გამარჯობა ყველას. თქვენ ამელკა კარამელკას არსი ხართ. კარამელკასთან ერთად არის ფლორა და ჩვენი ოპერატორი კიტი კეტი. გამარჯობა ყველას. დღეს სუპერ გამოწვევა გვაქვს. რა არის გამოწვევა? 24 საათის განმავლობაში სწრაფი კვების ობიექტებში შევჭამ. სკონიდან პირდაპირ წამომიყვანეს. მეგონა ახლა დაუბრუნდებოდი და დავისვენებდი. აი ფლორაც. კარგი, გამარჯობა. მანქანაში ჩაჟექი. გონი სულესაა. სულესაა. ჩვენი პირველი გაჩერება. ჩემი საყვარელი ფასტ ფუდი. მაკდონალდსი. დიახ, იქ შევხვდებით. მაკდონალდსში ვართ და მე მაქვს იდეა. რა იდეა? ერთ მენიუს შევჭამთ. მხოლოდ ერთ მენიუს და როგორ გავანაწილოთ? ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. როგორ მოგვიანებით გაიგებთ. ახლა კი წავიდეთ და ვიყიდოთ. შეგვეთა, გატანით. მაგმენიუ. მე ამას არ ვჭამ. მე ამას ვჭამ. და მე ამას არ ვჭამ. რა ვქნათ? კიტი, რა მოსწონს კიტის? მე მაგალითად მიყვარს ორმაგი ჩიზბურგერის მენიუ. მაშინ ჩვენ ვიღებთ მას. კარგი. კარგი, კიტი მაინც არ შეჭამს. ვინ გადაიხდის? ის იხდის. რატომ მე? ეს შენი გამოწვევაა. არა, ეს შენი ახია და გადაიხადე. მერე რა? ამელკა დღეს ყველაფრის ფულს იხდი. ეს ცოტა ძვირია. უჰუ! კარგი, ბავშვებო, კომენტარებში დაწერეთ, რომ ეს უსამართლობაა. სხვათა შორის როგორი მაგმენიუ მოგწონთ? ხო, დაწერეთ კომენტარებში. საინტერესო იქნება საკითხვა. შეკვეთა გავაკეთეთ. მენიუს ვეოდებით. დიახ, ნესვი მოგდის? კი, დილიდან არაფერი მიჭამია. მეტი არაფერი შეჭამო. მე ვკითხე, რატომ? მან მიპასუხა. მოიცადე და მოგვიანებით გაიგებო. მე ვიფიქრე, კარგი, მოვიტყუები და ის აქ დამხვდა. მეც არაფერი მიჭამია. მეც მინდა ჭამა. დაველოდოთ. კი, იმედია შევჭამ. მე ნუ მოусვენ მას. მე შევჭამ. არა, ჩვენ ავიღეთ. სინამდვილეში სწორედ ამის თქმა მინდოდა. დიდი ამბავი არ არის. ახლა ჩვენ წავალთ ლოკაციაზე ჩელენჯის გადასაღებად. რა გამოწვევა? შენ არაფერი მითხარი ამის შესახებ. ნახავ. წავიდეთ. მივედით, საშინლად ცივა. ახლა გამოწვევის წესებს გეტყვით. კარგად მოისმინეთ. ამელკა გაიხინა. ჩვენ ვითამაშებთ ჯეირანს და ვინც წააგებს, აი ბოლომდე გაიქცევა. ძალიან შორს ხომ არ არის? საკმარისია. შენ რომ ყველაფერს ჭამა შეძლო? კი და ვინც არ უნდა გაიმარჯოს, მაკდონალდს შეჭამს. ასე რომ ყველაფერი გასაგებია? კი, ალბათ. ყველაფერი გაიგეთ? კარგი, ალბათ. ზად ხართ საჭმელად? კი, ზად ხართ სირბილისთვის? არა. მაშინ დავიწყოთ. 1 2 3 აჰა, შენ გარბი ხარ და მე ვჭამ. გაიქეცი, უფრო სწრაფად. ყველაფერს შევჭამ. მიდი, ფლორა. ახლა მთელ ბურგერს შეჭამ. სად არის ამელია? ო, ამელია, სადღაც შორსაა. ის უკვე უკან გარბის. ფლორა, ის უკვე უკან გარბის. შენ შეგიძლია. მიდი, ფლორა. ზადა, სულესა. გაჩერდი. ფლორა, მოგვიანებით დაასრულებ. მას დაღეჭვა არ შეუძლია. ფლორა, საკმარისია. ისევ უკმაყოფილოა. შეხედე, მთელი ბურგერი შეჭამა და ისეთი უკმაყოფილო სახე მიიღო. რა არის არასწორი? ამელია უკვე სამჯერ მოვიდა სირბილით. სულესა. ჯეირანი. ჯანდაბა, მე კალპი ვარ. ამელია, გახსენი სოუსი. არაფერი გადმოდის. ფლორა, რა შვება? ფლორა თითქმის მოვიდა. იჩქარე ამელია. ფლორა თითქმის მოვიდა. ის უკვე უკან გარბის. უფრო სწრაფად არ შემიძლია. უფრო სწრაფად. ფლორა უკვე უკან გარბის. ო, რა სწრაფია. და ჩვენ ჯერ არაფერი გვიჭამია. ამელია უკვე ღეჭავს. ჯეირანი. მიდი, გაიქეცი. ბურგერს ბოლომდე შევჭამ. ამელია უკვე ცოტა აჩქარდა. გემრიელია? კი, მოგწონს მაკდონალდსი? ძალიან. უფრო სწრაფად. იჩქარე.
ფლორა კარტოფილს ბოლომდე შეჭამს. მისი ჭამის დრო არ მქონდა. ითამაშეთ ჯეირანი. ჯეირანი. ფლორა პირით სავსე გაიქცა. მიტი ფლორა სწრაფად ჭამს და სწრაფადაც დარბის. დალევა არ დაგავიწყდეს. საწყრობის გახსნა მაინც მომიწერს. ეს გამოწვევა არ მომწონს. შენ თვითონ მოიგონე. აშევჭამ. ამელიას შესვენება აქვს. წესების მიხედვით ეს არ შეიძლება. მორჩა, მოდი სწრაფად ვითამაშოთ. ეს შეუძლებელია, იცი? ყველაფერი შესაძლებელია. რაღაცნაირად ძალიან შორსაა. სუნთქო მიჭირს და ჭამაც გვიწევს. რატომ ხართ ასე? თქვენ ხომ სპორტსმენები ხართ? მიდით, 1, 2, 3. გაიქეცი. დალევას ვაპირებ. მიირთვით საჭმელი, მოიკრიბეთ ძალა. ამელია უკან გარბის. ისენელა დარბის, ისენელა. ჭამის დრო მაინც გეკნება. ფეხები სადაცაა მომდრება. მოურჩეთ რა. შენ ჯერ კიდევ არ მორჩი, ხო? გამოწვევას თავად ვასრულებ. მართლა? არ მოგეწონა? არა. რა შეფასებას დაუწერდი ამ გამოწვევას? 10-დან 3-ს. რატო? 10. 10-დან 9-ს. კი, იმიტომ რომ ჭამე და ირვინე. ხედავ? ჭამე და კალორიები დაწვი. ბევრი ბურგერი შევჭამე. ეს ნამდვილად მაძლევს შთაგონებას. ჩვენ ცოტა ვჭამეთ. ჩვენ ახლა სად მივდივართ? სად? ჩვენ საყვარელ KFC-ში. ვაუ, როდიდანაა ჩემი ფავორიტი? KFC არ მოგწონს? ამელიას KFC არ მოგწონს? მოგწონთ KFC? დაწერეთ კომენტარებში. პირადადვე მიყვარს. დაწერეთ თუ გიყვართ კომენტარებში. დაწერეთ McDonald's-ი. თუ გიყვართ McDonald's-ი. თუ KFC-ს მოგწონთ და McDonald's-იც. დაწერეთ კომენტარებში. კომენტარებში ყველა ჩემი ანგარიშიდან დავწერ McDonald's და მე KFC-ს დავწერ. ჯანდაბა. ღმერთო ჩემო. ასე რომ ბავშვებო, KFC-ში წავედით ნაგეტსებისა და კარტოფილი ფრის საჭმელად. ნაგეტსები მომწონს? აბა, KFC-ში მივდივართ? ნაგეტსები სინამდვილეში McDonald's-ში იყიდება და მე KFC-ში უფრო მომწონს და მეც მომწონს KFC-ში. წავიდეთ, KFC-ში მივდივართ. სულ ესაა, KFC-ში მივდივართ. ასე რომ მოვედით და ნახეთ ვინ შეხვდა. ხელი დაუქნიეთ. ჭამა ძალიან გაგვიჭირდა, რადგან წინ და უკან დავბოდით. იცით ვინ არის ეს? დაწერეთ კომენტარებში. კარგი, KFC-ში მოვედით. დიახ, და შუქი არ არის. ამიტომ გენერატორები მუშაობენ. არ გვესმის ჩვენი ხმა. ჩვენ ყვირით და ყველას გონია რომ ასეთები ვართ. რადგან ყვირით. ახლა KFC-ში შევალთ და ყველაფერს წავიღებთ. რაც გვინდა იმას, ამოდით ჩვენთან ერთად. მოდით ყველა соуსი გავსინჯოთ ნაგეტსებით. ყველა соуსი? კარგი. საშუალო ზომის კარტოფილი მინდა. ამერიას საშუალო ზომის კარტოფილი არ უნდა? საშუალო ზომის კარტოფილი მინდა. აი ისიც, სტანდარტული. დაცუც ხარე არ უყვარს? ხლაროსთვის რაიმე ცხარე შევუკვეთოთ. კარგი? კარგი. იმ პატარა ჩიფსების შემდეგ ძალიან ცუდად ვიგზენი თავი. ცხარესადმას აღარ შევჭამ. მეტი აღარ მინდა. 5 ცხარე იყოს? კი, ავიღოთ. ეს ჩემთვის საკმარისია. ესენი ფასებია. ვინ იხდის აქ? იქნებ ფლორა? გაკოტრებული ვარ. ფული არ მაქვს. მიდი ამელკა, გადაიხადე. კი. კარგი, ჩვენ ახლა ხან მივიღეთ ჩვენი შეკვეთა, ჩვენ შევუკვეთეთ, ყველა соуსი ავიღეთ. როგორი იქნება გვაინტერესებს. გასასინჯად შეხედეთ, რამდენი ნაგეტსია. ბევრი ნაგეტსია, ჩემი ნაგეტსები. რას გულისხმობ? რაც ვთქვი. და ამელკამ მიყიდა? რა არის ეს? სტრიფსები ცხარეა. მე არ მიყვარს ცხარე რაღაცეები. მე არაფერი ვიცი. ჩემი პეპსი. ჩემი ლიმონათი. საწრუპი. მოიცა, სხვათა შორის ერთი იდეა მომივიდა თავში. მოდით კარტოფილი ფრით დავწეროთ სიტყვა ლაიქი. ლაიქი? გაგთხოვთ დალაიქოთ ვიდეო. დავიწყოთ 1 წამი. ეს ასე უნდა იყოს. როგორ გავაკეთო? სულ ესაა. ფლორამ გაიმარჯვა. გამარჯვებულს მაინც მაყურებელი აირჩევს. ახლა ამელიას სიტყვას გაჩვენებთ. აი. დალაიქეთ ეს ვიდეო. და ფლორას სიტყვა. ლაიქი, დალაიქეთ ეს ვიდეო. სულ ესაა. გოგოები ახლა ყველა ამ соуსს შეჭამენ და გასინჯავენ. ამელიამ გადაწყვიტა რომ соуსები ესე გადმოელაგებინა. თითქოს რაღაც კოშკი ააწყო.
ჩამოვარდა. შენმა კოშკმა დიდხანს არ იცოცხლა. მიდი, ფლორა უკვე კარტოფილს ჭამს. ფშია, ფლორამ ყველაფერი შეჭამა. მანგოს ციცაკა. ცხარია. ცხარე საჭმელი არ მიყვარს. უკვე ბევრჯერ გითხარი. და ფლორასაც აქვს ცხარე სტრიპსები. ям. როგორ მოგწონთ? გემრიელი არ არის? გემრიელია, მაგრამ ცხარია. ცხარია? კარგი. სცადე. მომწონს. უბრალოდ ასეთი რაღაცები მომწონს და არა ცხარე. ამ соуს კიდისთვის ვინახავთ. მანგო ტკბილია, მაგრამ ეს ცხარე. მომეცი ეს? კოლა რა? კოლა ბარბეკიუ. არც ისე კარგი სუნი აქვს. არც ისე? ამელიას ეს მისი სახის გამომთვლელებიდან გამომდინარე მოსწონს. ფლორასთვის კი ეს უცნაურია. ტკბილი ბარბეკიუ. და შენთვის როგორია? აი ჭამე. მე მაჭმევენ. კოკაკოლის გემოთია, ლინგონბერის соуსი, ლინგონბერის соуსი. შეხედეთ. ვარდისფერია. ვარდისფერი. როგორც კიტი ამბობს, ჩვენ გვაქვს გოგოშკური ვაიბები. არ მომწონს. ძალიან ტკბილია, არა უშავს. ამერიკული მინდა. KFC-ში ეს ახალია. გემრიელი соуსი არ არის. არ მინდა მისცდა. რატო? მას ნამდვილად არ აქვს კარგი გემო. მე უბრალოდ ცოტა მინდა. მე შინია. ავიღოთ ეს ფრთები. სტრიპსები. ეს მდოგვია? ამელია, რა გინდა გააკეთო? გვითხარი, გემრიელი არ არის. ეს საერთოდ соусია? დოგვი? ამელგა. ეს соусია? ეს ძალიან უგემური რამეა. უბრალოდ რაღაც ასეთი უგემურია? მიდი გასინჯე. რა ხქვია მას? ამერიკული. მოდი ყველიანი ვცადოთ. ეს გაუგებარია, გაიმეორე. ყველიანი. კიდევ ერთხელ მიხარი, ყველიანი. რა მომიტანე? ცხარე არ არის? ცხარე არ არის? არა. ხოდა მაშინ გაგიმართლა. ალბათ, კარგი. ყველის соуსი არ მიყვარს. ყველის соуსი არ გიყვარს? და რა გიყვარს ზოგადად? მომწონს ტკბილი და მჟავე. ამელია ჩემს სტრიპსებს იპარავს. მინდა ვცადო, ნახო ცხარია თუ არა? ცხარია? კი. მე ამას არ ვგრძნობ. ქარის соуსი. რა არ მოგწონს? ცუდი სუნი აქვს? ეს ყველასთვის არ არის. არ ვიტყვი რომ ცუდია, მაგრამ არ მოგეწონა, არა? წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ტკბილმჟავე соуსი, რომელსაც დამატებული აქვს ყველანაირი სანელებელი, ყველაფერი, რაც თქვენ სახლშია და ბევრი დაფთის ფოთოლი. არ მოგწონს? სინამდვილეში არა. ამელკა, გამოიცანი რა соуსია. გასინჯვით. თვალები დახუჭე. ახლავე გაგასინჯებ. არ უსუნო. ვიცი რა არის? ამას არ შევჭამ. ვიცი რა არის? არა. კიდევ ჭამოს. ეს რა არის? არა, არ მინდა. ეს არის ნიორი. კი. იცი, შეიძლება პური გემრიელი იყოს. კარგი არჩევანია და ბორშთან ერთად გემრიელი იქნებოდა. მე აი ამას გავხსნი. რომელს ხსნი? კეჩუპს. კეჩუპი ყველაზე სტანდარტული და უგემრიელესი соуსია. ნორმალურად ჭამა მინდა. არ გადმოდის. კარგი, გადმოდის. კეჩუპი მომეცი. არ მოგწონს? კარგად ვევგზნობ გემოს. კეჩუპი 10-დან 10-ია. გასინჯვა მჭირდება. 10-დან 10? კი, ძალიან გემრიელია. აქ ფრანგული соуსი გვაქვს. ეს მდოგვია. არ მინდა ამის ჭამა. პრობლემა არა, მე შევჭამ. არა, პრობლემა. ტკბილმჟავე მინდა. დეგუსტატორები შეიკრიბნენ. შეხედე, რა ფრჩხილები გამიკეთა ფლორამ. კი, ვნახე, ლამაზია. შეაქე იგი. მე მიყვარს როცა მაქებენ. ასეთ გასაღების საკითხს ვამზადებ. ხედავთ რა ბიზნესი მაქვს? ბავშვები წინასწარ მიკვეთავენ ხოლმე. მოდი, ჭამოთ. ტკბილმჟავე მექნება. ფლორას რაღაც არ მოსწონს. ბევრი მდოგვი ავიღე. ავსტრიაში ვიყავი. ვენაში. იქ ტკბილმჟავე соуსი გავსინჯე და ასეთი საერთოდ არ იყო. იქ უფრო გემრიელია? კი, იქ ყველაფერი უფრო გემრიელია. ფუნთუშები იქ უფრო გემრიელია. ყველაფერი უფრო გემრიელია. ვენაში ძალიან მაგარი იყო და მეგონა აქაც კარგი იქნება თქო. შევუკვეთე, მაგრამ მოლოდინები გამიცრუდა. ჭამა მომბეძდა.
და ჩვენ მაინც ჩვენ კიდევ ბევრგან უნდა ვჭამოთ. კი, მაგრამ აღარ შემიძლია. სანამ ფლორა ჭამს, რაღაცა მოვიფიქრე. შეხედე, აქ ქაღალდი მაქვს. დიახ, ყველაზე ჩვეულებრივი ჭიქები. არაფრით უჩვეულო საერთოდ. ვატრიალებ და შენ უნდა გამოიცნო. სად არის ქაღალდი? აი აქ. კარგი, ვატრიალებ და შენ უნდა გამოიცნო. მე დავატრიალე. ვიღაც იქ გეძახის? ვინ? არ ვიცი, ვიღაც ფლორას ხვიროდა. ფანები ალბათ. სად არის ქაღალდი? კი. და არ მახსოვს სად არის ქაღალდი. მოდი, ეცადე გარკვიო. ალბათ აქ. და აქ ქაღალდი არ არის. მაშინ აქ არის. და აქაც არ არის ქაღალდი. ახლა კი შეხედე. მაგია? და ახლა შეხედე. ფოკუს მოკუსი და ფურცელი აქ არის. სიტყვები არ ყოფნის. ამელია ახალგაზრდა ჯადოქარია. რა თქმა უნდა, ბავშვებო, კიდევ ერთ სწრაფიშკების ობიექტს ვსტუმრებით. გამოიცანით რომელს? კარგი. ალბათ პიცას. კი, ჩემს საყვარელ პიცერიაში, პიცა დეიში მივდივართ. მინდა რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა ყველაზე იაფიანი პიცა გასინჯოს. ზოგადად ეს მხოლოდ ცომი იქნება და სულ ესაა. კარგი, არ მგონია უბრალოდ ცომი იყოს. კარგი, ცომი და соуსი. ფლორა შოკირებულია. ის აღარ არის ბედნიერი და ვიღაცას ყველაზე ძვირი ადგილებული პიცა ექნება. ის ყველაზე ძვირიანი იქნება და როგორ გავსაზღვრობთ ამას? მონეტის აგდებით. მოდი, წინა მხარე თუ ამოვა, ყველაზე ძვირი ამ პიცას ნიშნავდეს და უკანა მხარეს თუ დავარდება, იყოს უკანა. ყველაზე იაფიანი. კარგი. ფლორა პიცას ირჩევს. ააგდე. კარგი. ახლა იმედია წავალთ და რამე ნორმალურს შევჭამთ. და ასე რომ აქ წინა მხარე გვაქვს. გაჩერდი. ეს ნიშნავს რომ ყველაზე ძვირიანია. იეს, ყველაზე ძვირიანს შევჭამ. რა თქმა უნდა, უკვე საკმაისად ჭამე. მაგრამ ამელკა უბრალოდ соусიან ცომს შეჭამს. დიახ, კარგი. და მე შევჭამ ყველაზე ძვირ ადგილებულ პიცას, რაც კი შემეძლო შემეჭამა. და გეტყვით, მაგრამ მოდით სხვაგვარად გავაკეთოთ. მოდით სხვა წესები შევქმნათ. ის უკვე სხვა წესებს გვთავაზობს. არა. არა მგონია სამართლიანი იყოს. ჩემი აზრით ყველაფერი სამართლიანია. ეს ჩემი გამოწვევაა და ყველაფერს მევწყვეთ, მაგრამ მაინც უნდა გავუყოთ ერთმანეთს, არა? კარგი, კი. აპირებ რომ გამიხო? რა თქმა უნდა არა. თელ პიცას მე თვითონ შევჭამ. სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდება, თუ მთელ პიცას თავად შეჭამ. ჩემი ბურგერი გადაყლაპე, შენ გადაყლაპე. აქ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს მილას შევხვდით. გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა. ყველას მოგესალმებით. მე მენატრებით. მუა. სულ ესაა. წავედით. ბავშვებო, პიცერიაში მოვედით. აქ ძალიან ხმაურია, რადგან გენერატორები მუშაობენ. სულ ესაა. პიცას შევჭამთ. ნახვამდის. მიდი, პიცა მოიტანე. წადი, წადი. პიცა წამოვიღეთ. მანქანაში ვჭამთ, რადგან იქ გენერატორები მუშაობენ. დიახ, შუქი არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს. ასე რომ, რაღაც ხდება. კარგი, კარგი, დაივიწყეთ. პიცას ხსნით და ჩემს შესანიშნავ პიცას შეხედავთ. ვაუ, შეხედე, ბევრი რამ არის. ორმაგი siminდი, რაღაც ყველი. კარგი, მოკლედ ყველაფერი ბევრია და მე ასეთი პიცა მაქვს. ჩვეულებრივი პიცაა. აი, ნახეთ, ყველი, соуსი, ცომი და პომიდორი, რაც არ მომწონს. ვაუ, გემრიელია, ცადოთ, ყველაფერი კარგადაა. ფლორა, ხელებით არა და რითი? კარგი, ნორმალურად ჭამე. როგორ? შეხედე, ამელია უკვე ჭამს. როგორ მოგეწონა? ცომი, ყველი, პომიდორი, გემრიელი არ არის. ჩვეულებრივი პიცაა. ვერ ვიტან. ძეხვი აკლია, რა თქმა უნდა კი. უბრალოდ ყველაფერი ერთდროულად შეჭამე. ნიურის соусიც არის. გემრიელია? შენ მხოლოდ სისქეს უყურებ. მოდი შევცვალოთ. ახლა ამ ნაწილს დავასრულეთ. და შემდეგ ერთმანეთს შევცვლით. ჩემი თითქმის ცარიელია. უკვე საკმარისი ვჭამე. ფლორა, ხო, ეხლა შეჭამე და დაასრულე? შეხედე, გემრიელია. არ ნანობ რომ გაიმარჯვე? არა, ნანობ წაგებას? კი, ამიტომ ჩვენ შევიცვლებით. მოიპარე ფლორას პიცა და ასევე ვაპირებთ ამის გაკეთებას. და ხუთთან ახლოს შევჭამთ. ჩვენ მოწესრიგებული და ელეგანტური ქალბატონები ვართ. მიდი, სცადე. ისეთი თბილია. არ მგონია ამელიას მოეწონოს. შეხედე, რამდენი რამ არის. მაგარია. კი, ამდენი რამ არ მომწონს. ამდენი რამე არ მომწონს.
ყველაფერი ჩამოიყარა. ისმე ახალ პიცას მართმევს. იმიტომ რომ ეს ჩემი პიცაა. პირველი ლუკმა. მიდი. ეს ლუკმა ნამდვილი ლუკმა არ იყო. სიმინდი ცვივა. აბა, პიცა ძალიან გებრიელია. ყველის გარნირებიც არის. ვაუ! ამელკა, შეხედე რა აკურატულად ჭამს ამელია. ელეგანტური ქალბატონი. ჩემთვის ძალიან გემრიელია. ამელკა, მოგწონს? კარგი, არა უშავდა. კარგი, ყველი ცალკე ვცადოთ. ამელკა, შიგთავსის ნახევარი ჩამოგივარდა და შენ შეჭამ მას. გასაკვირი არ არის. მან ბურგერი ისე გადაყვება, როგორც გომბეშონ ბუზი. ნამდვილად ასე იყო, ეგრევე გადასანსლა. ჩემთვის ჯერ არავის არ დაუძახებია გომბეშო. მოკლედ, ყველის გარნირებს შევჭამ, რადგან ეს ჩემი საყვარელი ნაწილია ყველა პიცაში. ფლორა, რა არის ეს? ვეღარ ვჭამ და ისევ მთელი პიცა მაქვს. ზოგადად, აღავნანობ, რა თქმა უნდა, ყველის გარნირები რომ იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ მოვედით ველადისში. ყოველ შემთხვევაში, ფლორას ჯერ საკმარისი რაოდენობის პიცა არ უჭამია. პიცით ხომ ვერ გაძღები? სავსე ვარ. ის ჯერ კიდევ არ არის დანახრებული და გადავწყვიტეთ, რომ ფლორას მე გამოვუყვებავდი. ჩვენ ფლორას გამოვუყვებავთ ძალიან უცნაური ნამით, უშაულა რაღაცით, შაურმით. აქ ის შაურმას გავს, უბრალოდ სუშის მსგავსადაა. სუშის მსგავსია. უბრალოდ არ არის დაჭრილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორმე უჩვეულოდ გამოვუყვებავთ. მე უკვე ყველაფერი მოიფიქრე და თქვენ მალე ნახავთ. კი, ბავშვებო, დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენს გაგისინჯავთ. დიახ, შენ გიცდია? არა, იმიტომ რომ სუში არ მიყვარს. ასე რომ ფლორა ახლა კიდევ ერთხელ შეჭამს. გული მიგზნობს რაღაც საინტერესო მოხდება. ეს შევუკვეთეთ. მასე გამოიყურება ეს სულეტი. შევუკვეთეთ ვასაბი, ჯანჯაფილი და რა არის ეს? სოიო соуსი არა? პირველ რიგში ის არ არის კომფორტული. შემდეგ საკმარისად მაღალი არ არის. კადრი გადავა და მზად ვიქნებით. და გადასვლა მზადაა. სულ ესაა. დავიწყოთ. ეს ჩემი ხელებია. მეშინია. ფლორა შაურმას ვერ პაულობს. რას აკეთებს ის? ხვამაღლა მაინც თქვი, ფლორა, ძალიან გებრიელია. კარგი, მიდი გააგრძელე. გეჭავ. კიდევ უნდა დავღეჭო. ვასაბის ვიღებთ. დიახ. ჯანჯაფილი. კარგი. სწორედ ამდენ ჯანჯაფილს ვიღებთ. სად დადე? ვასაბის ვსვამთ. ხელი და მალე. რა გემრიელია. ვჭამ. გონი ახლა გაგვაგდებენ. ფლორა, კარგად ხარ თუ საკმარისია? საკმარისია. რა? ვასამბო? საკმარისია. კიდევ ერთხელ. მოიცა, ჩემით გავაგრძელებ. ფლორა უკვე თამბისით ჭამს. კი. აქ სიტუაცია ცოტა უკონტროლო გახდა. ყველას გონია რომ რაღაცით ხარ დაავადებული. მოგეწონა? არა. და შენ დაინახეთ თუ რამდენად ცუდად მართავს ფლორა თავის ხელებს. შეხედე, ამელიასაც აქვს შაურმა, თელთმაზე შაურმა აქვს გადაფარებული. თმის გვერდზე შაურმა აქვს გადაწეული. საიდან? რომელი მხრიდან? ფლორა, აჩვენე მას. არასდროს ენდოთ ამელიას რომ გაჭამოთ. ცუდად გაჭმევთ. მასში შაურმა აქვს. შეხედე. სად? მე? მას აქვს. შეხედე. სად?
მოიცა. აი, როგორ გაჭმევდა. რომ თვალზე შაურმა გაქვს. აქ. ახლა დავალაგებთ, არა? ახლა კადრის გადასვლა და ყველაფერი სუფთა იქნება. გადავწყვიტეთ, რომ ფლორასთვის შაურმა საკმარისი არ იყო, ასეთი რამ შემოგვეთა. შეხედეთ რა არის ეს? ესენი ხამონწკებია. უბრალოდ ეს არის ყველაზე იაფიანი და ეს არის ყველაზე ძვირიანი. გადავწყვიტეთ, გაგვეგო, რომელი იქნებოდა უფრო გებრიელი. მიდი, ფლორა, ჭამე. ჩვენ კი გიყურებთ. დავიწყოთ ყველაზე იაფიანი ვარიანტით. კი. ფლორა, რას იღებ? ლიმონი კი. ერთხელ ვჭამე ხამანწკები და ისინი ძალიან გემრიელი იყო. მომეწონა. ძალიან მაგარი იყო. ნახე, რამდენი ლიმონი გამოწურა? კარგი. ოპ. გემრიელ ხამანწკას არ გავს. გონი ცოტა მჟავე გახდა. ცოტა ლიმონი აქვს. ძალიან მჟავეა თუ უბრალოდ უგემურია? გემრიელი არ არის. კარგი, მაშინ ძვირადღირებული გასინჯე. იქნებ ეს იყოს გემრიელი. ეს მართლაც დიდია. შეხედეთ ამ ნიჟარას და ამას სახლში სუვენირად წავიღებთ. კი. და ლიმონი ამელიას ისეთი სახი აქვს, თითქოს მასაც უნდა მისი ჭამა. მართალი ვარ? მე მინდა, ასე რომ შეჭამე. არ შემიძლია, ალერგია მაქვს. კი, მისი გამომეტყველებიდან ჩანს, რომ მან უკვე შეიცვალა აზრი. გადაიფიქრე? სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც მინდოდა, მაგრამ ახლა აღარ. მე ვასხამ, ლიმონს აცხამს. შეხედე, ეს უბრალოდ ისეთი წვნიანი ხამანწკაა. სინამდვილეში ეს ასეთი სილამაზეა. კარგი, მოიცა. უკვე არ მომწონს. მოიცა, ვერ ხსნი. ძალიან ეცადე. ვაუ, შეხედე რამდენია იქ. რა არის ეს? მარგალიტი? დაფიქრდი, მარგალიტს გადაყლაპავ. მაგარია. ისევ არ ექნება, კარგი გემო. რატომ? იქნებ გემრიელია? ყველაზე ძვირიანია. აბა, როგორია? გითხარი. კარგია? აღარ მინდა ხამონწკების ჭამა. ფლორა, არ მოგწონს? როგორი გემო აქვს? არ შეჭამ? წადი და გადმოაფურთხე. თავარია რომ ყველაზე იაფიანი შეჭამა. ფლორა, რატომ არ მოგწონს? იმიტომ რომ კარგი გემო არ აქვს. რანს გულისხმობ? გემრიელი არ არის? არა. ისეთი ძალიან მარილიანი გემო აქვს. იმიტომ რომ ძალიან დიდია. მისი ღეჭვა არც ისე მარტივია. ეს ძალიან დამღლელია. ღმერთს მადლობა რომ მათი ალერგია მაქვს. ნუ თუ ფული ყველაზე ძვირადღირებულ ხამანწკაში დავხარჯეთ. შეხედე. ცარიელები არიან, მაგრამ როგორც ჩანს არ შეუჭამიათ. ფლორა ამ ყინულს ჭამს. მაგარია, სადღაც საყინულიდან ამოიღეს და მე ლიმონს ჭამ. და ამელიან ლიმონს ჭამს. მე ალერგია არ მაქვს. ნიჟარას ვიღებთ? სუვენირად? კი, რა თქმა უნდა, აიღე. სულ ესაა. ჩვენ ვჭამეთ. ხედავთ, უკვე დაღამდა სანამ ყველგან ვიყავით. მთელი დღე ვჭამთ. კი, და ახლა სად მივდივართ? სახლში არა? არა, ჩვენ სახლში არ მივდივართ, ბავშვებო. აბა სად? ბენზინგასამართ სადგურზე მივდივართ. მანქანა შეჭამს? არა, მანქანა არ შეჭამს. თქვენ შეჭამთ. ჰოთ-დოგების ან რაიმე მსგავსის? კი, ჩვეულებრივი ჰოთ-დოგების არა. ჯერ არ გინახავთ და არც გაგისინჯავთ. რომლის? პატარაცაა და დიდიცაა. ეს მინი ჰოთ-დოგებს გავს. ასეთები? უფრო პატარები. ასეთები? ნახავთ. გაინტერესებთ? გამომწერებელ, ოდესმე გინახავთ მინი ჰოთ-დოგები? ყველა საინტერესებს, ასე რომ დაწერეთ. ყველა საინტერესებს, ამიტომაც მოვავთვალდახავთ. ბენზინგასამართ სადგურზე ვართ. ნახეთ რა ვიყიდეთ. დაღლილი ვარ. ჩვენ ვიყიდეთ ასეთი დიდი ჰოთ-დოგი. ძალიან დიდი ჰოთ-დოგი. და პატარა ჰოთ-დოგები. და ვნახოთ ახლა ვინ რა შეჭამს. შეხედე, რა პატარები არიან. კი, ზუსტად ისე, როგორც ფლორა მაჩვენა. აბა, ვინ რომელს შეჭამს? მე დიდ შევჭამ. შეხედეთ, ყველაფერი ყველას ხელშია უკვე. ვისაც აქვს, იმას ჭამს. შეჭამეთ. და რატომ? ამელია პატარებს შეჭამს. რადგან? გამომწერებო, ძალიან დავიღალე, იმიტომ რომ პატარა ვარ. რადგან ამელია? მისმინე, მე ვარ. კარგი, პატარა ვარ, მაგრამ მე ამას შევჭამ. ფლორა დიდს შეჭამს, რადგან ის დიდია. ამელია კი ასეთ მინიებს შეჭამს. ჰოთ-დოგებიც კი არ არის. საბაში გახმაული გოჭია. ასე რომ დღეს KFC-ში ვიყავით.
Соуси არ გვიყიდია. თან წამოვიღეთ. მე უთხარი ყველაზე გემრიელი соуси წამოიღეთ ჩემთვის. რა გავაკეთო? გოგოებისთვის კიდევ ერთი პეპსი ვიყიდეთ. არ ამგონია ფლორასაც ჭამა შეეძლოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხამაც გაგასინჯა. ეს соуси არც ისე კარგია გოგოებო. ამელიას соуси არ მოსწონს. ჰოთ-დოგები კი ზოგადად ისეთი პატარებია. შეხედეთ, ამელია ჭამს. ям. განსხვავებას ხედავ? ვიცი. იპარავს. როგორ მოგწონთ? გემრიელია? ეს პატარა ძეხოულია, არა? ისინი უბრალოდ დაგჭრილები არიან. ან არა? ალბათ არა. ეს უბრალოდ ასეთი ძეხოულია. კი. მადარია. ხეჭვა არ შემიძლია. კარგი. მეჩვენება რომ ფასტ ფუდის ჭამა ძალიან არაჯანსაღია. ეს ხო დღეს შეამჩნიე? კი. ამელია, რას ფიქრობ? საზიანოა თუ არა ფასტ ფუდის ჭამა? კარგი, თუ ბევრი არ არის, მაშინ ეს არ არის საზიანო. რა მოხდება თუ ყოველდღიურადღე შეჭამ, რამდენიც დღეს ჭამე? თუ დღევანდელებითაა, მაშინ ძალიან ცუდია. და დღეს თქვენ გემრიელად ჭამეთ? დაწერეთ კომენტარებში. გემრიელად მიირთვით? გეკითხები, გემრიელად მიირთვი? კარგი, რომ არა, ყველა გამოწვევა გემრიელად შევჭამდით. კარგი, რომ არა ის ხამანსკა, რომელიც მე ძალიან არ მომეწონა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. აქ პატარა ძეხვია, შეხედე, სინამდვილეში პატარაა, ისეთი პატარა. ხედავ? ის უბრალოდ პატარა ნაჭერია. მაი შეხედე. კი. ჩვეულებრივ დიდ ჰოთ-დოგზე გემრიელია, თუმცა აქ соусები არ არის. როდესაც ბურგერს ჭამდი, შიგთავსი ჩავდე. არ დამიხრეჭია, გადავყვაპე. ძალიან სულად ვიგზენი თავი. მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ. მაგალითად, რომელია თქვენი საყვარელი საგანი სკოლაში? დაწერეთ კომენტარებში, რომელი იყო შენი საყვარელი საგანი? მე ინგლისური მიყვარდა ძალიან. და შენი? კარგი. უბრალოდ არ მახსოვს. ჯერჯერობით მათემატიკა, მაგრამ ხანდახან ზოგ საგანში ძალიან ცუდი ვარ ხოლმე. დღეს 4-იანი მივიღე. შენ შოკში ხო არ ხარ? რამდენი? 10 ქულიანი სისტემა გაქვთ? ჩვენ გამოც დავწერეთ. 10 ქულიდან მიიღე 4 ქულა? ოჩახ მაშინ 4 კარგია. ცუდია, ინფორმატიკაში მივიღე. რა თქმა უნდა, მე უნივერსიტეტში დიდად კარგად ავსწავლობ, მაგრამ ბავშვებო, თქვენ კარგად ისწავლეთ. მან მხოლოდ ერთხელ შეჭამა და ამელიამ უკვე შეჭამა ამ ბასკეტის ნახევარი. კარგი, არ შემიძლია. მოიცა, გონი სიცხე მაქვს. ჭამისგან. ამელია ძალიან სევდიანი სახით ჭამს, თითქოს აიძულებენ. აღარ მინდა ჭამა, ალბათ ამის მერე ერთი კვირა არ შევჭამ. ან ერთი თვე. სომი მომწონს, გემრიელია, ჰოთ-დოგი გვაქვს. და მოდით აქ კიდევ რამდენიმე ძახვი დაგიდოთ. ბავშვებო, არ გგონიათ რომ ამ გოგოებს რამე აერიათ? გონი გაგიჟდნენ, უბრალოდ ასე მეჩვენება. ჭამე. არა, ამას არ ვაპირებ. შეხედეთ რა გააკეთეს. ჭამე. ჩვენ მთელი დღე ვჭამდით და შენ ჭამე. მოდი, გადაგიღო. არა, ამას არ შევჭამ. ხო, კარგი, რა გამიკეთე? ეს როგორი ძეხვეულია? შეგვიძლია ამის გაკეთება? ჭამე. და კიდევ ორი ძეხვი, სალკე შეჭამე. უბრალოდ შემიძლია ჰოთ-დოგი შევჭამო. მიდი, დღეს კიტიკეთით შეჭამს. სინამდვილეში ეს შენი ჰოთ-დოგია და უნდა შეჭამო. არ შემიძლია. რატომ უნდა დავამთავრო ჭამა შენ შემდეგ? ჭამე. ეს სამართლიანი თამაში არ არის. ამელიასაც აუჭამია ჯერ თავისი. ვასრულებ. სიმართლე გითხრათ, ძეხვი ძალიან საშინელია. კარგი, არ მინდა ჭამა, არ მომეწონა. ანუ უხარისხო ძეხვის ჭამას მაიძულებდი? კი, არ შევჭამ. სერიოზულად არ აპირებ? არა, ეს ცუდი ძეხვია, არ მომწონს. აი, ძეხვეული ჩემთან ერთად ჭამე. ეს ძეხვი გემრიელია. და არ შემიძლია. ძალიან მინდა ამ პატარა ძეხვის გასინჯვა, მაგრამ ზალა არ მაქვს. სცადე. ამელიამ გააკეთა ეს. ხეჭვა ძალიან მეზარება, მისი პირი აღარ მუშაობს, აღარ იღება, ასე რომ შენ მას დაეხმარები. მიდი. ხუმრობას მორჩი. ხელები ამუშავე. სახლში მინდა წასვლა. მოკლედ, ძალიან მინდა შაურმა. არ ამგონია რომ შაურმაზე წავიდეთ.
შაურმის ჭამაზე უარის თქმა არ შეიძლება. ასე რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომ ახლა შაურმაზე მივდივართ. შაურმას შეჭრა? არაფერი მინდა. მამელია მტყო რომ შაურმა გინდა. ჰა? მას შაურმა უნდა. სულ ესაა, ჩვენ მოვედით ქართული ლავაშის მაღაზიაში. აქ ყველაფერი ლავაშში იყიდება, შაურმის ჩათვლით. შაურმა იყიდება. ახლა კი ფლორასთვის ასეთი უზარმაზარი სამეფო შაურმა უნდა ვიყიდოთ. არა, ყველაფერს დავამატებთ. აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია და ის თვითონ შეჭამს. არა, კიტი, უკვე შენს გამო ხომ შეჭამა ჰოთ-დოგი. სულ ესაა, შეიყვანე, უფრო სწრაფად, შეიყვანე. ეს ბოლო გამოწვევაა. არა, მიდი, არა, სულ ესაა, ნახვამდის. ფლორა გაიქცა? როგორ? ხო და გამარჯვებული აშკარაა. ის გაიქცა. შეხედე, რა შოს არის. კარგი, მოიცა. ნათელია რომ გამარჯვებული მე ვარ და წავალ და შაურმას შევჭამ, რადგან ჯერ არ ვარ დანაყრებული, იმიტომ რომ ფლორამ ყველაფერი შეჭამა. სულ ესაა, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო ვიდეოები. ნახვამდის ყველას!